საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ ფრანგულ რადიოსთან ოჯახური და მორალური ღირებულებები საქართველოს ურთიერთობები ევროპასთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან სასანქციო პოლიტიკა მიმდინარე საპროტესტო აქციების იყო ის ძირითადი საკითხები რაზეც მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა მისი თქმით როგორც კი უცხოური ჩარევა შეწყდება შესაძლებელი იქნება საზოგადოება გაერთიანდეს სამი ძირითადი პრინციპის მამულის ენისა და სარწმუნოების გარშემო მისივე თქმით საქართველოს ტოლერანტობის განსახიერება და სჯერა რომ საქართველოს მოდელი შეიძლება სხვა ქვეყნებისთვისაც შთაგონების წყარო გახდეს პრეზიდენტი განცხადებით მას ჯერა ევროპული ღირებულებების და არა ბრიუსელის ბიუროკრატების. მისივე თქმით, საქართველოს შეიძლება ევროპული ქვეყნებისთვის სუვერენიტეტის მაგალითიც გახდეს. მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ შეიძლება ამერიკის ადმინისტრაციის უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ასევე მისი თქმით, საქართველო იმედოვნებს, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობა გავლენას მოახდენს ევროკავშირის ურთიერთობებზე საქართველოსთან მიმართ. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ შეიცვლება ამერიკის ადმინისტრაციის უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ტრამპის მოსვლა გავლენას მოახდენს ევროკავშირის ურთიერთობებზე საქართველოსთან მიმართებით. სასაცილოა ზოგიერთი ლიბერალური ლიდერის ქცევა, რომლებიც ახლა ტრამპის სულისკვეთებას ერგებიან. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და შეგახსენებთ, რომ ეს ეწოლა საქართველოს და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაიწყო. ქართველმა ხალხმა თავისი დიდი გონიერებით მხარი დაგვიჭირა იმ გზაზე, რომელიც ავირჩიეთ მშვიდობის დასაცავად. დღეს ჩვენი პოზიცია ნათელია, ეს ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს. თავიდანვე როცა ეს ომი დაიწყო უკრაინაში, ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა ქვეყნისთვის დამანგრეველი ომი და უნდა შეჩერებულიყო. დღეს ტრამპიც იგივეს ამბობს, მაგრამ ჩვენ არ ვართ მისი პოზიციის მიმდევრები. ჩვენ ამას ომის პირველივე დღიდან ვაცხადებდით. ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველოზე ზეწოლა ხორციელდებოდა. ჩვენ მოგვიწოდებდნენ შევერთებულიყავით სანქციებს, გაგვეგზავნა მოხალისეები და დაგვეჭირა მხარი ომისთვის, მაშინ როცა არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრები არ ვართ. ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. ჩვენ მარტო გვტოვებდნენ ბირთვული ძალის წინაშე დაპირებით, მიდით ჩვენ იარაღს მოგაწვდით. ახალგაზრდა პროევროპელები მოგვიწოდებდნენ რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ. მაშინდელი მთავრობა ამ ზეწოლას უნდა დაჰყოლო და კითხვა ისმის, საქართველოს ამ ომში უნდა ჩაბმულიყო. ჩვენ განსაკუთრებით ხალხის მხარდაჭერას ვგრძნობდით, რათა დაგვეცვა მშვიდობის გზა. ისტორია ერთ დღეს აღიარებს, რომ ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ. ჩვენ სიმართლე უნდა გვეთქვა ჩვენი მოქალაქეებისთვის. წუხვა რომ იმ დროს პრეზიდენტი ზურაბიშვილი მოლდოვისა და უკრაინის უკან იდგა.